ესეთი დიდი პიროვნება, როგორც დუჯი შაჰინია. ვცდილობ ხოლმე, რომ აი მაგალითი ავიღო. შენი ქვეყნის დროშას ატარებ და შენი ქვეყნის სიმღერი ხარ და ორმაგად უფრო sapasխისგებლო და ჩემთვისაც ვთვლი, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ჯილდო მინდა რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოგესალმებით, მის მოყოლებს, მაგალითად მინდა გადაგიხადოს მოწვევისთვის. ნუ როგორც ყველა ქართველი ფეხბურთელიც, ჩემი კარიერის ეს უნდა დაიწყო. ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და მსიამოვნებდა ეს სპორტი, როცა სტადიონზე გავდიოდი მეგობრებთან ერთად და რო თამაშობდი, ძალიან დიდი ემოციები იყო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელი გამხდარიყავი მეც და დავისახე ეს მიზნები. ძალიან დიდი ემოცია იყო, იმიტომ რომ საქართველოში საუკეთესო აკადემია არის დინამო და ძალიან ამაღლებელი მომენტი იყო, ნერვიულობდი, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურადაც ძალიან გამართული არის და სანამ იქ მივედი დავნერვიულობდი, მაგრამ უკვე როგორც კი მივედი, ძალიან პროფესიონალი მწვრთნელები არიან და ძალიან დამეხმარა. აი, სადაც მივდიოდი ხოლმე, სულ მესმოდა ხოლმე მისი ისტორიები, თუ როგორ თამაშობდა ფეხბურთს და მეც დამაინტერესა რა და მამის ფაქტორი ძალიან დიდია, მან შემიყვანა ფეხბურთზე და ეგ იყო ზუსტად ის აი მოგონებები თუნდაც და რამაც მომცა ესე თქვა ის სტიმული. ის ძალიან საპასუხისმგებლო იყო, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ დინამოს მაისურით მეთამაშა და აი ძალიან ამაღლებელი მომენტი იყო, რომ ვიცოდი უკვე რომ მომიცემოდა საშუალება, რომ მეთამაშა, აი ძალიან აი ეს ემოციები ყველაფერი ჩემში იყო და ძალიან გახარებული ვარ და მადლობელი ვარ, რომ მომცეს შანსი, რომ პირველ გუნდში მეთამაშა. ძალიან კარგი პიროვნებები არიან და ძალიან პროფესიონალები არიან, სწორად უდგებიან საქმეს, სულ ვარჯიშობენ და მათთან ერთად შენ როცა თამაშობ, უკვე შენც იგივე სტიმული და იგივე мотиваცია გაქვს, როგორი ფეხბურთელებიც იყვნენ, მათთან ერთად რო თამაშობ, უკვე ორმაგად საპასუხისმგებლო არის მათთან ერთად თამაში და აი ძალიან პროფესიონალი ადამიანები არიან, სულ ვარჯიშობენ, ვარჯიშის მერეს და ვცდილობ ხოლმე, რომ აი მაგალითი ავიღო. კი, ძალიან კარგი მწვრთნელი არის, უყვარს ძალიან დისციპლინა, შრომის მოყვარეობა და ეს არის ზუსტად, როცა მინდორზე გადიხარ, გთხოვს, რომ 100% დადო, 100-იც არა, 101% და აი ეგ არის რა, დისციპლინა უყვარს ძალიან და სულ იმას გეუბნება, რომ მოედანზე უნდა გახვიდე და ანუ უნდა იუბო რა, სხვა გზა. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა რა, მთელი ჩემი ცხოვრება, რომ გამზარდა როგორც პიროვნება, მასწავლა ძალიან ბევრი რამე, აკადემიიდან დაწყებული, ყველას ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან პროფესიონალი ადამიანები არიან და დინამო ჩემი ცხოვრებაა ესე ვთქვათ რა. ვისაუბრეთ დამირეკა, როცა უკვე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და მელაპარაკა ძალიან თბილა, ძალიან კარგად, სულ გვაქვს კომუნიკაცია, ეხლაც სულ ვეხმიანებით ხოლმე ერთმანეს და ანუ ძალიან ისეთი თბილი ლაპარაკი ჰქონდა რა, რომ მას ძალიან სურდა, რომ მის გუნდში წავსულიყავი და ჩემთვისაც ვთვლი, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ესეთი დიდი პიროვნება, როგორც დუჯი შაჰინია, ძალიან ბევრ რამეს ვისწავლე მისგან და მოუთხოვს ველოდები, როდის სწავლი. კი, ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგი გუნდია და ჩემი აზრით კარგი ტრანსფერია და ვეცდები, რომ იმედები გავუმართლო რა. ანუ ყველა ფეხბურთელის ოცნება არის, რა თქმა უნდა, რომ მოხვდეს ეროვნულ ნაკრებში და მეც რომ მომისა ეს შესაძლებლობა, აი გაოცებული ვიყავი, იმიტომ რომ შოქში ვიყავი თავიდან, რომ ეროვნულ ნაკრებში მომიცემოდა დებიუტი და ძალიან საპასუხისმგებლოა ყოველთვის და ყოველთვის ესე იყო, იმიტომ რომ ნაკრები, თუნდაც ასაკობრივი ნაკრები, ორმაგად უფრო საპასუხისმგებლოა უკვე შენი ქვეყნის გამო თამაშობ და შენი ქვეყნის დროშას ატარებ და შენი ქვეყნის სიმღერი ხარ და ძალიან საპასუხისმგებლო არის და ის ემოციებიც ძალიან განსაკუთრებული იყო ჩემ ცხოვრებაში და ყველაზე გამორჩეული მომენტი იქნება სულ რომ ეროვნულ ნაკრების უკვე სრულყოფილი ფეხბურთელი და უკვე მინდა რომ ტოპ ჩემპიონატში ვითამაშო. ყველაზე დიდი ჯილდო მინდა რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად სოფლიოზე ვითამაშო. ან ევროპაზე. საკლუბო ჩემპიონთა ლიგის ფინალი